ოკეი. ესე იგი, ვიწყებ ტრენინგს, მკითხე როგორ გახდეთ წარმატებული. პირველ რიგში მაინტერესებს რამე თუ იცით ორგანიზაციის შესახებ, ფინარ გრუპის შესახებ, ან ჩემს შესახებ. თუ იცით, მაშინ მომწერეთ კი, თუ არ იცით, მომწერეთ არა, ჩატში. ნაწილი წერს კი, ნაწილი არას. ძალიან საინტერესოა, ისინი ვინც წერენ კი, იმათი ლოგიკა მესმის, ვინც წერს არა. ანუ თქვენ ან ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ, ან ძალიან კეთილი ადამიანები ხართ. იმიტომ რომ მოხვედით ტრენინგზე, რომელსაც ქვია, მკითხე როგორ გახდეთ წარმატებული და ელოდებით, რომ წარმატების შესახებ მოგიყვებათ ადამიანი, რომლის შესახებ თქვენ არაფერი არ გსმენიათ ადრე. ოკეი, ნუ ვიმედოვნოთ, რომ კეთილები ხართ. კარგი. მაშინ მოკლედ მოგიყვებით ჩემს შესახებ. შეიძლება იმათვისაც იყოს რამე სიახლე, ვინც მოიწერა რომ კი იცნობს. მქვია ეკა, მაქვს ორი დამთავრებული და ერთი დაუმთავრებელი უმაღლესი განათლება. პირველი ბიოლოგია, ქიმია, მეორე მაგისტრატურა, ბიზნეს ადმინისტრირება და მესამე რომელიც ვერ გავიყვანე ბოლოში, იყო ასევე მაგისტრატურა სტრატეგიული მენეჯმენტი და ლიდერშიპი. ვარ 16 წლის ქალიშვილის დედა, მაქვს 25 წელი სამუშაო გამოცდილება. მიმუშავია როგორც მეცნიერებაში, ასევე ბოლო 22 წელიწადი ბიზნესში. მუშაობის გამოცდილება მაქვს საქართველოში და რუსეთში. მუშაობდი როგორც დიდ, ასევე პატარა ორგანიზაციებში. ყველაზე ბანკში, სტომატოლოგიური მასალების წარმოებაში, ვაჭრობაში, დისტრიბუციაში, მოკლედ საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება მაქვს. ბოლო სამუშაო ადგილი, ბოლო 10 წელი იყო ბანკი. პროფესიული ცხოვრება ზოგადად მაქვს დაწყებული 0-დან რამდენიმეჯერ. ეხლა უკვე არის მე-4 ჯერი. წინა პროფესიული კარიერების 3 ეტაპი ჩემი შეფასებით იყო წარმატებული საკმაოდ, მაგრამ რაღაცა პერიოდში გრძნობდი, რომ 3-ვეჯერ ვიგრძენი, რომ მივაღწიე გარკვეულ პიკს. და იმის მერე გაგრძელება, იმ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება, ჩავთვალე, რომ იქნებოდა არაეფექტური, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, საინვესტიციო ენით რომ ვთქვათ, დახარჯული ინვესტიცია იქნებოდა ნაკლები, ვიდრე ამონაგები. შესაბამისად გადავდიოდი სხვა სფეროში. ახლა ვფიქრობ, რომ მაქვს ყველაზე საინტერესო პერიოდი ჩემ პროფესიულ ცხოვრებაში, იმიტომ რომ დავიწყე ჩემი საკუთარი ბიზნესი და ვფიქრობ, რომ აქ ჭერის მიღწევა იქნება გაცილებით უფრო რთული, ვიდრე იყო მაშინ, როცა მე მუშაობდი ვიღაცაზე. კომპანია, რომელსაც ხელმძღვანელობ, ქვია ფინარ გრუპი. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ კლიენტებს ტრენინგებს, კონსულტაციებს და კოუჩინგს. რა განსხვავებაა ტრენინგს, კონსულტაციას და კოუჩინგს შორის, ხო? გვესმის რა განსხვავება არის? თუ ეს გარკვეული სიტყვები ნაცნობია, გარკვეული ახალი. უცებ რომ მომწეროთ ჩატში. ნამეტანი მონოლოგი რო არ გამომივიდეს. მაგალითად რა განსხვავებაა კონსულტაციასა და კოუჩინგს შორის, გვესმის? ფეა საღამო მშვიდობის.
მოდით მე მაინც გეტყვით, ხო? ანუ ტრენინგი გასაგებია, ტრენინგზე თქვენ მოდიხართ და ვიღაცა გასწავლით, როგორ უნდა გაკეთდეს გარკვეული საქმე, ხო? აა კონსულტანტი ამ საქმეს აკეთებს თქვენს ნაცვლად. და ქოუჩი გეუბნებათ, რა საქმე გაქვთ გასაკეთებელი. გასაგებია, ანუ მე რომ მქონდეს დავსვათ ეხლა სამშენებლო კომპანია, ხო? ტრენინგზე მე მომიყვებოდნენ მაგალითად როგორ უნდა გავყიდო ჩემი აშენებული სახლები, ხო? კონსულტანტი როცა მოვიდოდა და შეისწავლიდა ჩემს საქმიანობას, მეტყოდა რომ აი ესა და ეს რეკლამა ამა და ამ სტილით, ამა და ამ დავუშვათ მედია საშუალებებით უნდა იქნას განთავსებული. ქოუჩი როცა მოვიდოდა, მეტყოდა რომ მე მჭირდება რეკლამა. გასაგებია, ხო? ანუ ქოუჩი გაძლევთ მიმართულებას, კონსულტანტი აკეთებს ამ საქმეს თქვენს ნაცვლად. და ტრენინგზე უბრალოდ თქვენ გიყვებიან, რა საქმე არის გასაკეთებელი. გასაგებია ახლა? ხო. რეალურად ჩვენ რასაც გავაკეთებთ ამ 4 დღის განმავლობაში იქნება ასეთი მინი კოუჩინგი. Привет, გიო, როგორ ახარ? მადლობა, მადლობა. როგორც მივხვდით, აქ აუდიტორიის ნაწილს ვიცნობ პირადად. ეს მოკლედ ჩემ შესახებ, ხო? ეხლა ცოტა მინდა რომ თქვენ შესახებ გავიგო. თუ შეიძლება რომ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან, ხო? კლასგარეშე მიმოწერა მერე, ხო? თქვენ რომ მომწეროთ ჩატში, რომელი ქალაქებიდან ხართ? ქალაქებიდან არ ვიცი, სოფლებიდან, დაბებიდან. წარმოშობით არა, ამჟამად, ხო? ყველა თბილისი რეგიონი არავინ არ არის? კარგი, ძირითადად როგორც ჩანს თბილისი, ხო? რეგიონიდან ვინმე თუ არის მომწერეთ? როგორც ჩანს არ არის. კარგი, უფრო უკეთესი წარმოდგენა რო შევექნა აუდიტორიის შესახებ და თქვენც ასევე ცოტა უკეთესი წარმოდგენა რო გქონდეთ ერთმანეთის შესახებ, მოდით შევავსოთ რამდენიმე კითხვარი, ძალიან მოკლე. აი ეკრანზე უნდა გამოჩნდეს ეხლა თქვენთან კითხვარი. პირველი რაც მაინტერესებს სქესი, ანუ უფრო მეტი ხალბატონები ვართ თუ ვაჟბატონები? კიდე დავასრულოთ, ხო? ჯერჯერობით ხალბატონები ლიდერობენ.
ესე იგი დაახლოებით 60% დაახლოებით ქალბატონები და 40 ვაჟბატონები. კარგი. ეხლა თუ შეიძლება ასაკი რო გითხრათ თქვენი? ყველამ არ ვიცით ჩვენი ასაკი? პასპორტში იხედებით? გასაგებია, უფრო მეტი წილი, ესე იგი 26-დან 35-მდე. მეორე ადგილზე 21-დან 25-მდე და მერე თანაბრად 20-ან ნაკლები და 36-ან მეტი. კარგი, ეხლა მითხარით თქვენი საქმიანობა. ესე იგი, ლომის წილი ვართ დაქირავებული თანამშრომლები, ზოგი მუშაობს და სწავლობს, ზოგი არის დროებით უმუშევარი და ყველაზე ცოტა არის ისეთი, ვინც სწავლობს მხოლოდ და არც ერთი არ არის საკუთარი ბიზნესის მფლობელი. კარგი. და ბოლო, ყველაზე მარტივი კითხვა. ვებინარებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება არ ქონია უმეტესობას, მაგრამ აქვს 3 ადამიანს. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ესე იგი, შემდეგ ჯერზე დანარჩენების დაწერენ, რომ გვაქვს გამოცდილება. კარგი. ახლა უფრო რთული კითხვა. რა გინდათ რომ გაიგოთ ამ ვებინარზე? ეს უნდა მომწეროთ ჩატში. ოღონდ ძალიან გთხოვთ, ძალიან კონკრეტულები ვიყოთ. ვისთვის მოხვედით აქ? რა გინდათ რომ გაიგოთ? გასაგებია, ავთანდილის სურვილი. კონკრეტული, კი, ძალიან კონკრეტული იქნება ჯერა. მარიკა. მადლობა. აჰა, სოფიოს ცვლილება აინტერესებს.
სასარგებლო ჩვევების დანერგვა. ხო, ეს ძალიან მაგარი რამეა. ვებინარი გაინტერესებდა, მერე აჰა, ჩემი ორი შეფასება წარმატებით, გასაგებია. აჰა, ნინოს სურვილიც გასაგებია. როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესი, თქვენ აქ მაგას ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ მიზანი აქ ცოტა სხვა არის. ამისთვის სხვა ვებინარი დაგჭირდებათ. მაგას ვატარებ. სტარტაპებისთვის, კი ბატონო, ეს გვექნება. აჰა. ნინო ჩხაიძეს კომენტარი ვერ გავიგე სიმართლე რომ გითხრათ ნინო. გიორგი, უკეთ გაიცნო შენი თავი. კი, ეს ნამდვილად საჭირო რამეა. ოკეი, გასაგებია. კარგი. ესე იგი მე თქვენ ახლა გეტყვით მე რა მაქვს გეგმაში. მინდა გავხდე წარმატებული, ანა, კარგია, სურვილი კარგია, მაგრამ აი ჩემგან რა გინდა? ეს არის საინტერესო ჩემთვის. მე არ მინდა რომ იმედ გაცხრუებული წახვიდე. ამიტომ კარგი იქნება რომ კარგად მესმოდეს. კარგი, მე გეტყვით ამ 4 დღის განმავლობაში მე რა მაქვს გეგმაში. ამ 4 დღის მანძილზე მე თქვენ გაჩვენებთ გზას, რომელიც მიგიყვანთ წარმატებისკენ. ეს არის ცხოვრების ფილოსოფია, რომელიც გაიძულებთ უფრო მეტი და უფრო სწორად გააკეთოთ და შესაბამისად მიიღოთ უკეთესი შედეგი. იმისთვის რომ მივიღოთ შედეგი, მხოლოდ ჩემი საუბარი ამ 4 დღის მანძილზე არ იქნება საკმარისი. თქვენ უნდა იყოთ ძალიან აქტიურად ჩართულები, თქვენ უნდა გააკეთოთ ის სავარჯიშოები და ტესტები, რასაც მე თქვენ მოგცემთ, უნდა იფიქროთ და უნდა იმუშაოთ საკუთარ განვითარებაზე ამ 4 დღის მანძილზე. და ნუ მერე ხო მით უმეტეს. პირველ რიგში მე უნდა მოგილოცოთ თქვენ. და ალბათ ითქვა გაგიჩნდებათ რას გილოცავთ. მაგრამ მოსალოცეთ მართლა გაქვთ საქმე. რას გილოცავთ? რას ნიშნავს თქვენი აზრით ჩაწერა ტრენინგზე მკითხე როგორ გახდე წარმატებული? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ ხარ წარმატებული, თუ ეს იმას ნიშნავს, რომ რამე სხვას, მოდით ასე ვთქვათ, მე არ დაგეხმარებით. პასუხები არ მინდა, გრძელი პასუხები უბრალოდ არ მინდა, ჩაჩვიდოთ, მომწერეთ. არა, თუ ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ წარმატებულები, რახანაკ მოხვედით და კი, თუ ნებისმიერი სხვა პასუხი გაქვთ. ძალიან მაგრები ხართ. ძალიან მიხარია, ძალიან საინტერესო აუდიტორიასთან მაქვს საქმე. ყოჩა. ეს თქვენი ინტერნეტის ბრალი იქნება ჯერან. თუ რაღაცა ტექნიკური პრობლემა იქნება, ხო, ნუ გეშინიათ, თამამად შეგიძლიათ გახვიდეთ და ხელახლა შემოხვიდეთ. ეხლა როგორ ისმის ხმა? ითქვა იყო შემდეგი, ნიშნავს თუ არა ამ ტრენინგზე მოსვლა, იმას რომ თქვენ აღიარებთ საკუთარ წარუმატებლობას.
იცით რა, მე ასე გეტყვით. მომწერეთ რა პლუსები თუ ისმის ჩემი ხმა. მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ ყველანი ერთ ნავში ვართ. აჰა, კარგი. თია, მე მგონი პლუსის დაწერა გინდოდათ. სხვა შემთხვევაში ჩემ ხმას ვერ გაიგებდით, საერთოდ ვერაფერს ვერ მოვწერდით. კარგი. ესე იგი, საქმე რაშია? ძალიან კარგია, რომ თქვენ ასეთი შემართებით ხართ. თია, გადით და შემოდით ხელახლა მაშინ, თუ წყდება ხმა. ეს ინტერნეტის თემა არის თქვენთან. მე ვერაფერს ვერ უშველი სამწუხაროდ. რას ნიშნავს თქვენი აქ მოსვლა? აი, აღარ მახსოვს ვინ ვიღაცამ მომწერა, რომ განვითარების სურვილი მაქვს, ხო? ეს ზუსტად მაგას ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ მზად მიყვეთ დინებას. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გრძნობთ გამოუყენებელ პოტენციალს, რომელიც თქვენში არის და თქვენ მზად ხართ გამოიყენოთ ახალი შესაძლებლობები იმისთვის, რომ შეიცვალოთ. თქვენ არ გეშინიათ ცვლილებების. ეს მართლა მოსალოდნელია, იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობას ძალიან ეშინია ცვლილებების. და მოსალოდნელია რატო? იცით როგორ უმრავლესობაზეა საუბარი? ეს არ არის თუნდაც 50%. ეს არის ადამიანების 90%. ანუ თქვენ ხართ ოქროს ათეულში. თქვენ შედიხართ იმ ადამიანების რიგში, ხო? ვისაც ეს შიშები არ აწუხებს, ვინც არის უმცირესობაში და ვინც ცვლის ამ სამყაროს. იმიტომ რომ იმ მომენტში, როცა თქვენ შეიცვალეთ, თქვენ პირადად შეიცვალა სამყარო თქვენს ირგვლივ. მეთანხმებით მაგაში? ძალიან კარგი. ამ თვალსაზრისით ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად. პირველი კატეგორია ის, რომელიც ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს, მეორე ის, რომელიც ნაკლებად ლაპარაკობს, მაგრამ უფრო მეტად აკეთებს. ეგრეა ნამდვილად. ესე იგი, კარგია რომ მეთანხმებით, რომ ხართ გამორჩეულები, კარგია რომ თქვენ ეს გესმით. ეხლა მინდა გითხრათ ცუდი ამბავი. საქმე იმაშია, რომ თქვენშიც იქნება აუცილებლად ის ადამიანები, ვინც ბოლომდე არ გაყვება ამ გზას. ანუ ეს დაყოფა 90-10-ზე თქვენშიც მოხდება. ანუ იქნებიან ადამიანები, ვინც ბოლომდე გაევლიან ამ 4-დღიან კურსს, 100% ყველაფერში იქნებიან ჩართულები. არა, პარეტოს პრინციპი აქ არ მუშაობს, ეს სხვა პრინციპია. იქნებით ბოლომდე ჩართულები ყველაფერში, ყველაფერს გააკეთებთ და გახვალთ აქედან შესრულებული ამოცანით, ასე დავარქვათ. ანუ გამხდით მე ძალიან მოტივირებულს და ბედნიერს, ასე ვთქვათ. მართალია თქვენ მაგაზე არ ფიქრობთ, მაგრამ მე ვიქნები ასეთი. უმრავლესობა დღეს ჩაერთვება, უმეტესად მომისმენს, თუ მომისმენს, მე შეიძლება ხვალ არც მოვიდეს, შეიძლება ხვალ მოვიდეს, ზეგარ მოვიდეს და ნუ რაღაცა წარმოდგენა შეიქმნის ვებინარზე, რაღაცა წარმოდგენა შეიქმნის ეკაზე, შეიძლება არა და ნუ დროს გაატარებს, ასე ვთქვათ. ისე რომ, რა ვიცი, თქვენზეა დამოკიდებული ისე 90%-ში აღმოჩნდებით თუ 10%-ში. მე ამ შემთხვევაში ვერაფრით დაგეხმარებით. ყველაფერი თქვენზეა. ოკეი, ეხლა დავანებოთ მაშინ ციფრებს თავი. და სანამ დავიწყებდით, მინდა შევთანხმდეთ გარკვეულ წესებზე, ხო, მუშაობის წესებზე.
თქვენ მე მისმენთ წერთ ჩატში პასუხებს ჩემ კითხვებზე. ჩატში ყველაფერს არ ვწერთ. ანუ თუ მე გითხარით რომ ჩატში მომწერეთ პასუხი, მხოლოდ იმ შემთხვევაში მწერთ პასუხს ჩატში. იქნება გარკვეული დავალებები, რომლებსაც თქვენ გააკეთებთ, მაგრამ ჩატში მაგას არ დაგვიწერთ. ეს იქნება გაკეთებული თქვენ რვეულებში, იმედია თქვენ ელენესგან მიიღეთ წერილი, სადაც ეწერა რომ თქვენ გჭირდებათ რვეულები, პასტები, ბლოკნოტები, მარკერები. ანუ თქვენ იმუშავებთ თქვენთვის ძალიან ასე ვთქვათ ინტიმურად. ამ მუშაობის შედეგებს არავის არ უმხელთ. ეს რჩება თქვენთვის, ეს არის თქვენი პირადი სამზარეულო. გასაგებია, ხო? ჩატში წერთ მხოლოდ მაშინ, როცა მე გეუბნებით, მომწერეთ რამე ჩატში. თუ რამე კითხვა გაქვთ, ისეთი, რომლის გარეშე თქვენ ვერ აგრძელებთ მუშაობას, ამ შემთხვევაში მომწერეთ, გამაჩერეთ. თუ კითხვა არსებობს, მაგრამ ამ კითხვის დასმა შეიძლება სხვა დროსაც, მაშინ თქვენ გაქვთ ელენეს ფოსტა, პრინციპში ჩემი ფოსტაც გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ და მე მოგწერთ პასუხს. შევთანხმდით? თუ მე დავინახავ, რომ არ მგონია, მაგრამ მაინც უნდა გაგაფრთხილოთ. თუ მე დავინახავ, რომ ვინმე იყენებს ამ საშუალებას საკუთარი რეკლამისთვის, ან იყენებს უწმატურ სიტყვებს ჩატში, მაშინ ამ ადამიანს მომენტალურად თიშავ და ვაგდებ შავ სიაში. ოკეი? შევთანხმდით? წესები გასაგებია? ძალიან კარგი. დღეს ჩვენ მოგვიწევს ცოტა მეტი ხანი მუშაობა, იმედია არ გამიბრაზდებით მაგის გამო, უბრალოდ პირველი ლექცია და ცოტა მეტი დრო დაგვეხარჯა გაცნობაზე და თქვენ შემოსვლაზე. კარგი, მოდი დავიწყეთ. დავიწყეთ მუშაობა. აი. მოდით ჯერ ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რა არის წარმატება. აი, როგორ გესმით წარმატება? როგორ განასხვავებთ, მიაღწიეთ თუ ვერ მიაღწიეთ წარმატებას? აი, ამ შემთხვევაში მინდა ძალიან მოკლე პასუხები ჩატში. ანუ წარმატება და კმაყოფილება ერთი და იგივეა? აჰა. ხო, სხვათა შორის ძალიან სწორი პასუხებია რიგ შემთხვევაში, ну სწორი რა ეხა იმასთან მიმართებაში, რასაც მე ვთვლი. ჩემი გარასახედიდან სწორი პასუხები, თორე ჭეშმარიტება ალბათ აჰა. თავისუფლად სულ თეა შემთხვევაში მესმის რა ეგულისხმება. კარგი. კარგი, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ დაახლოებით 50% არის ჩემთან დღევანდელ დღეს ერთ ტალღაზე უკვე. ძალიან მიხარია ნამდვილად. ესე იგი, მე მოგახსენებთ ჩემ დეფინიციას, ხო, წარმატების. ჩემთვის წარმატება ნიშნავს იყო იქ, სადაც გინდა, იყო ისე, როგორც გინდა და იყო იმათთან, ვისთანაც გინდა. გასაგებია ფორმულა. ოკეი. ვინმე წინააღმდეგი ხო არ არის მაგის?
კითხვა იყო რა არის წარმატება. კარგი. ესე იგი გამოდის რომ თუ მაგას ეთანხმებით და ამ დეფინიციიდან წარმატება არის შედეგი, ხო? დასახული მიზნის მიღწევის შედეგი. მაშინ გამოდის რომ იმისთვის რომ მივაღწიოთ წარმატებას, ჩვენ პირველ რიგში უნდა გქონდეს კაფეო მიზანი, ხო? მეორე, ჩვენ უნდა გქონდეს გეგმა ამ მიზნის მიღწევის. და მესამე, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი გეგმა. ხო მართალია? ანუ სამი საფეხური რო წარმოვიდგინოთ. მიზანი, გეგმა და მუშაობა. მეთანხმებით თუ არა? სუპერ. ძალიან კარგი. ეხლა მე ჩავრთავ სლაიდებს. ხედავთ ხო თქვენ კომპიუტერებზე? ძალიან კარგი. აი, მოდით გადაშალეთ თქვენი ბლოკნოტები და შეეცადეთ რომ უპასუხოთ ამ კითხვას. რამდენად ხშირად აღწევთ დასახულ მიზანს? ესე იგი, პასუხს მე არ მწერთ, ჩატში არაფერს არ წერთ. უბრალოდ თქვენ ახლა უნდა ამოწეროთ თქვენ ბლოკნოტში ამ კითხვაზე პასუხი. თუ პასუხი არის რომელიმე აი ამ ჩამონათვალში მოცემული, ამოიწერეთ ეს წინადადება. თუ თქვენი პასუხი არის რამე სხვა, მაშინ ჩაწერეთ თქვენ ბლოკნოტში ეს წინადადება. ანუ პასუხი. იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებითაც თქვენ წარმოგიდგენიათ. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიხვდეთ, რომ მიზანს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია იყოს მთელი აი ამ 4 დღის განმავლობაში უმთავრესი მიზანი არის თქვენ უნდა იყოს ძალიან გულახდილები საკუთარ თავთან. შეიძლება ზოგჯერ ეს იყოს მტკივნეული, აუცილებლად, იმიტომ რომ სიმართლის თქმა თუნდაც საკუთარი თავისთვის ყოველთვის მარტივი არ არის. მაგრამ საჭიროა რა. ოდესღაც საჭიროა. მარიკა, აბა ერთხელაც გადი და შემოდი. წესი სხვებთან ჩანს ყველაფერი. როცა გექნებათ უკვე პასუხი, უბრალოდ ჩატში მომწერეთ პლუსი. მე უბრალოდ თხოვნა მექნება თქვენთან ნუჩქარობთ. ჩვენ აქ სისტრაფის გაკვეთილი არ გვაქვს. ზოგ კითხვას სჭირდება უფრო მეტი დრო პასუხის გასაცემად. იმისთვის რომ პასუხი იყოს ადეკვატური. რეალისტური, ასე ვთქვათ. ამ წინადადებას თავზე დააწერეთ 1.1. ერთნაირი ნუმერაცია რო გქონდეს ყველას, იმიტომ რომ ამ კითხვებზე, ამ პასუხებთან დაბრუნება დაგჭირდება დროთა განმავლობაში. და რო არ ეგერიოთ, ხო? აი ასე დაწერეთ.
დიახ. მარიკა, გამოჩნდა სლაიდები? აი ხა სტატისტიკას მოვუბრუნდები ცოტა ხანი, სანამ დანარჩენები წერენ პასუხს. შეხედეთ, ამ ტრენინგზე მაგალითად იყო დარეგისტრირებული 100-ზე მეტი მონაწილე. დაახლოებით 40 მონაწილემ გაიარა რეგისტრაცია. იმიტომ რომ მიმიჩანს, რამდენმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია. და იმ 40-დან შემოსულია დღეს 20. ხედავთ ხო? და საინტერესო რამეა სტატისტიკა. არა, ქართული ფენომენი არ არის, გიორგი, არანაირად. კი, ჯერან ასე იყოს, ხო, 1.1. ქართული ფენომენი არ არის, ეს არის ძალიან საზოგადო ფენომენი. დაახლოებით ადამიანი იღებს რაღაცა გადაწყვეტილებას, მერე იქიდან დაახლოებით მესამედი, აი როგორც ჩვენთან არის кейსი, ხო? მესამედი აკეთებს მეორე ნაბიჯს, მერე იქიდან კიდე მესამედი აკეთებს მესამე ნაბიჯს და ასე თანდათან ჩამოვდივართ აი ამ 90%-ზე. ანუ საბოლოო ჯამში აი თქვენში თუ 1-5 კაცი იქნება, რომელიც ბოლომდე გავა სრულფასოვნად ყველაფერს გააკეთებს, მე უკვე ვიქნები ძალიან ბედნიერი რა. იცით რა, არა, ხვალ სამწუხაროდ შემოერთებას აზრი აღარ ექნება, ახლა ადამიანი თუ შემოვა უბრალოდ შემოვიდეს, მე ხელს არავის არ შეუშვი, მაგრამ ხარისხი იქნება 0, იმიტომ რომ დღევანდელი დღე არ უნდა გააცინოს. ის უკვე იქნება სადღაც შუალედში და ვერაფერს ვერ მოხდება. ისე რომ მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს. ვინმე დამატებით ხვალ ამ ზეგ შემოგვიერთდება თუ არა. ვინმე სჭირდება კიდე დრო? ვინც მოისმენს ჩანაწერს, იქიდან შეიძლება 1-2 რამე გააკეთოს, ისიც არ მგონია. არა, მე კი ვაძლევ შანსს ნამდვილად, მაგრამ ხალხი არ იღენებს შანსებს. მინდა გითხრათ, რა ადამიანების უმრავლესობა 90% ხო გეუბნებით. უჯობესია იჯდე და უყურო სხვა როგორ მუშაობს რა. ეს ხო უფრო მარტივია, გაჭორო, იქ რა ვიცი, დასცინო, რაღაცა რო არ გამოუვა, ფეხი როცა მოუბრუნდება, ეს ხო უფრო მარტივია, ხო? ვიდრე ადგე და შენ თვითონ გააკეთო. ისე რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვინმეს გჭირდება კიდე დრო? თქვენ რაღაც გინდა ჩანაწერეთ, თქვენ არ გექნებათ. კარგი. ოკეი. გადავედით შემდეგზე მაშინ. აჰა. მაშინ მინდა რომ დაფიქრდეთ თქვენ ცხოვრებაზე და უპასუხოთ შემდეგ კითხვას, ანუ რა საჭიროა მიზნის დასახვა ზოგადად? აი თქვენთვის კონკრეტულად დავუშვათ ზოგადად ცხოვრებაში და აი ამ მომენტისთვის კონკრეტულად, ხო? აი ეს წინადადება რომ დამისვიოთ. ანუ მე უნდა დავისახო მიზანი რადგან, მე უნდა და აი რაღაცა რაც თქვენ გინდათ. ეს ისევ ყველაფერი თქვენ ბლოკნოტებში. ანუ რისთვის უნდა დაისახოთ მიზანი თქვენი აზრით? კი, 1.2.
როცა მორჩებით, მიწერთ ჩატში პლუს, ხო? აქ ვარ, აბა სად ვიქნები? თუ არ დაგტოვებდით მარტო. რატო შეგეპარათ ეჭვი აქ ვარ თუ არა? გავჩუმდი? არა, წყალს ვსვავდი და გელოდებოდით. ვინმე სჭირდება კიდე დრო? მე მგონი ყველა მომწერა პლუსები. თუ ვინმე სჭირდებათ, მომწერეთ მინუსი. არც არავინ არ მწერს, ძალიან კარგი, მაშინ შემდეგი კითხვა. ეხლა შეხედეთ რა შეა საქმე. თქვენ იცნობთ საკუთარ თავს ყველაზე უკეთ, ხო? აი დაფიქრდით ამაზე, რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი მიზნის დასახვაში? დასახვაში და არა მიღწევაში. სლაიდზე ჩანს ისევ კითხვა და პასუხები, ხო? ისევ ამოიწერეთ სწორი პასუხი თქვენთან თქვენ ბლოკნოტში. ესე იგი თქვენი პასუხი იქნება არაფერი. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ზოგადად ვლაპარაკობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის გაქვთ გარკვეული მიზანი, ჯერა? ხო შეიძლება რომ ამ წუთას გქონდეთ მიზანი, მაგრამ სხვა დროს არა. ხო, აი თუ სხვა დროს არა, მაშინ რა გიშლით ხოლმე ხელს? როცა დავწერთ ჩატში მიწერთ პლუსებს, ხო? არა, მესმის შეიძლება იყოს გრძელვადიანი მიზანი, მაგრამ მე იმას ვიძახი, რომ იმ თქვენი მთელი ცხოვრების განმავლობაში თქვენ ამდენად დასახული, მიზან დასახული პიროვნება გზანდებით, ხო? მე ასეთები არ შემხვედრია. შეიძლება მე არ მქონდა ასეთი ბედი, მაგრამ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ყოველთვის აქვს რაღაცა მიზანი.
თეა თუ არც ერთი პასუხი არ არის და რაღაცა სხვა გაქვთ, ხო, შეგიძლიათ ამოიწეროთ ის წინადადება თქვენ ბლოკნოტში. რა საინტერესოა, ესე იგი უნდა გავიცნოთ ერთმანეთი. მე მგონი მოვჭით, ხო? კარგი, ეხლა მოდით გავაანალიზოთ შედეგი, რა მივიღეთ, ხო? ამ ეტაპისთვის ჩვენ ვიცით ჩვენი მიზნების მიღწევის ისტორია, ხო? ეს იყო პირველ კითხვაზე პასუხი. მეორე კითხვაზე პასუხის შედეგი არის რა, რომ ჩვენ ვიცით რისთვის გვჭირდება მიზნების დასახვა, ხო? და მესამე კითხვაზე პასუხით ვიცით რა გვიშლის ხელს. ანუ ცოტა უკვე რაღაცა ლაგდება, ხო, ალბათ თავში. ესე იგი, აი ეს მესამე არის ხაფანგი, რომელსაც ქვია რა მიშლის ხელს. აი ხა აიღეთ, არ ვიცი, ან თაბახის ფურცელი, ან თქვენი ბლოკნოტიდან, ან ვეულიდან ამოხიეთ ერთი ფურცელი და დიდი ასოებით, რომელიმე ფერადი მარკერით ან ფლომასტერით დაწერეთ წინადადება, რომელიც იქნება ამ ხაფანგის საპირისპირო. ნუ მაგალითად, ხო? მე მეშინია რომ ვერ მივაღწევ მიზანს. აი დავუშვათ ასეთი პასუხი თუ არის თქვენი, ხო? მე არ ვისახავ მიზნებს, რადგან მეშინია რომ ვერ მივაღწევ მიზანს. მაშინ აი ამ თაბახის ფურცელზე თუ რა ფურცელიც გაქვთ, უნდა დაწეროთ მარკერით ან ფლომასტერით, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევ მიზანს. ანუ საპირისპირო იმისა, რაც თქვენ ამოიწერეთ. გასაგებია? ამოცანა გასაგებია? ჩატში მომწერეთ პლუსი თუ გასაგებია. კარგი. მაშინ როცა ამოწერთ მაგას ფურცელზე, მაშინაც მომწერეთ 2 პლუსი უკვე. რა სწრაფები ხართ? ყოჩა, კაია. მაშინ ძალიან დიდი ხნით არ გადავაცილებს დღეს-დროს. შვენიერია. ეხლა თქვენი აზრით რა უნდა უყოთ ამ ფურცლებს? თქვენ როგორ ფიქრობთ? გადააგდოთ და დახიოთ, ხო? მაცივარზე. მაცივარი კაია. ესე იგი, მაცივარი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მაცივარზე არა. სად უნდა გააკრათ? უნდა გააკრათ უეჭველი. უნდა გააკრათ ისეთ ადგილას, სადაც თქვენ ამ ფურცელს ხშირად ხედავთ. არა ტვინში არა. სარკეზე ცოტა გაგიძნელდებათ. კომპის ეკრანზე არ მგონია, არა, იცით რა, მე გირჩევდით ასეთ რამეს. კომპის ეკრანზე დროთა განმავლობაში ეს გახდება გამაღიზიანებელი აუცილებლად და დაკარგავს თავის აქტუალურობას. საწოლის თავი მართლა კარგი იდეა, ოღონდ მთლად თავი არა. ისეთი ადგილი თუნდაც აი რა ვიცი, თუ ვინმეს კაბინეტი აქვს, ან დავუშვათ კი ბატონო საწოლის ოღონდ თავზე არა გვერდზე. არ უნდა შეინახოთ არავითარ შემთხვევაში. ესე იგი, მიზანი არის ასეთი. თქვენ ეს წინადადება უნდა წაიკითხოთ მინიმუმ დღეში 2-ჯერ. ხმამაღლა. ანუ დაინახეთ და წაიკითხეთ. ეს არ არის შაყირი, ეს არ არის თქვენი ზომბირება. ეს არის პოზიტიური აზროვნება, რომელსაც აქვს უდიდესი ძალა.
და თუ თქვენ რაღაცა გინდათ საკუთარ თავში შეცვალოთ და ჩვენ თურმე აღმოვაჩინეთ, რომ რაღაცა შესაძლებელი გვაქვს, ხო? აი ეს რამე ბრძოლის გარეშე არ განებდება. იმიტომ რომ თქვენ აქამდე რომ მოხვედით, ამითი მოხვედით. უმეტესობა ხართ უკვე აბსოლუტურად ზრდასრული ადამიანები. და შესაბამისად, ეხა ამ თვისებასთან ბრძოლა იქნება ძალიან რთული. და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, იარაღი, რომელიც თქვენ უნდა გამოიყენოთ, არის პოზიტიური აზროვნება. და შეგიშლით რაღაცა შინაგანი, არ ვიცი. ეშმაკი, რომელსაც ქვია ეჭვი. და აი ამ ეჭვს უნდა შეებრძოლოთ ამ თქვენი პოზიტიური აზროვნებით. გასაგებია? აი ახლა ადექით, წადით და ჩამოკიდეთ იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს. მე გელოდებით. ოღონდ დიდ დროს არ გაძლევთ, მაქსიმუმ 2 წუთი. და 2 წუთში ვაგრძელებ. თან არ დაგავწეთ, რომ მე გითხარით, უნდა იყოს დიდი ფურცელი, ხო? თაბახის ფურცელი თუ იქნება, მით უკეთესი. ანუ პატარა რაღაცა ის რა ქვია, ყვითელი წითელი ფურცლები რო არის, მისაკრობი ფურცლები, ეგეთი არ წავა. იმიტომ რომ თვალში კარგად უნდა გვხვდებოდეთ ის, რაც დაწერეთ. კარგია, გროვდებით. კიდე 1 წუთი და ვაგრძელებ. Так, მე მგონი შეგვიძლია გავაგრძელოთ, ხო? იო, რა ადგილი მოუწევნა? Есть не секрет. კარგი, დავაგრძელეთ. ეხლა მინდა რომ დაფიქრდეთ. კაია. თვალსაჩინო ადგილას, ხო? ეხლა მინდა რომ დაფიქრდეთ თქვენ ცხოვრებაზე, გაიხსენოთ წარსულში რომელიმე სურვილი, რომელიც არ აგისრულდათ, ან აგისრულდათ და იყო თქვენთვის ძალიან სასიხარულო, ან მტკივნეული, მნიშვნელოვანი, მოით ასე ვთქვათ, ხო? და
დაასრულეთ ეს წინადადებები. ესე იგი, თუ ეს სურვილი, რაც თქვენ ახლა გაგახსენდათ, იყო ისეთი, რომელიც არ აგისრულდათ, მაშინ რატო? რადგან მე ჩემი სურვილი არ ასრულდა, რადგან და დაამთავრე წინადადება. თუ სურვილი ასრულდა, მაშინ ჩემი სურვილი ასრულდა, რადგან და ამ შემთხვევაშიც დაასრულე წინადადება. ისევ თქვენ ბლოკნოტებში ყველაფერი, ხო? როცა მორჩებით, როგორც უკვე შევთანხმდით, ხო, ჩატში მიწევთ პლუსებს. კარგი იქნება ასევე თუ თქვენ ორივეს გაიხსენებთ. რამეს რაც ასრულდა და რამე რაც არ ასრულდა. ესეც მოგცემთ საშუალებას გააკეთოთ გარკვეული ანალიზი. რატომ ასრულდა, რატომ არ ასრულდა. ანუ მარტო ერთს ნუ გაიხსენებთ, თუ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა. მე მგონი ყველა მორჩა, ხო? რა საინტერესოა. ვიქტორიას წინადადება ძალიან საინტერესოა. ერთდროულად ორი სურვილი იყო? ურთიერთგამორიცხავი? რა საინტერესოა. ძალიან საინტერესოა.
მე მგონი ყველა მოვჭით, ხო? კარგი. ეხლა რა გვაქვს? ეხლა რეალურად რაც თქვენ ახლა დაწერეთ, ხო? ამითი თქვენ აი ნაწილში სადაც სურვილი არასრულდა, რადგან რაღაცამ ხელი შეგიშალოთ, ხო? ანუ ეს არის ასე ვთქვათ თქვენი ცოდვა, რომელიც გიშლით ხელს. აი ხა ავიღოთ კიდე ერთი თაბახის ფურცელი და ამ ფურცელზე ამოვწეროთ საპირისპირო ისო, ხო? ანუ მაგალითად მე დავწერე რომელიღაცა ჩემს სურვილზე, რომელიც არ ამისრულდა, იმიტომ რომ მე არ მეყო ნების ყოფა იმისთვის, რომ მიმეღწია ამ მიზნისთვის. ხო? გასაგებია, ხო? მე არ მყოფნის ნების ყოფა იყო ჩემი ცოდვა, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში მე ფურცელზე ამოვიწერდი ასეთ რამეს, რომ მე მაქვს მიზნის მისაღწევად საჭირო ნების ყოფა. გასაგებია? აი ასეთი წინადადება ჩამოაყალიბეთ და დაწერეთ. ამ წინადადებას ვემუშავებით ზუსტად იგივენაირად, როგორც წინას, ხო? ჩამოვყიდეთ თვალსაჩინო ადგილას, კითხულობთ, ხმამაღლა და აუცილებლად ვიმუხტებით პოზიტიურად. მაგალითი თავიდან, კი ბატონო, ანუ მე მქონდა სურვილი რაღაცას გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე, რადგან მე არ მყოფნიდა ნების ყოფა იმისთვის, რომ ბოლომდე მიმეყვანა გარკვეული საქმე. მაშინ ამ ჩემ ფურცელზე მე დავწერე, რომ მე მაქვს საჭირო ნების ყოფა იმისთვის, რომ მივაღწიო ჩემ მიზნებს. ანუ ეს არის ძალიან კონკრეტული შემთხვევა, რომელმაც ცხოვრებაში მე ხელი შემიშალა. და არ არის გამორიცხული, რომ ასეთი რამ განმეორდება მომავალში. ამიტომ მე უნდა შევებრძოლო ამ ჩემ უარყოფით თვისებას. გასაგებია? მე უნდა დავარწმუნო ჩემი თავი იმაში, რომ მე მაქვს საჭირო ნების ყოფა. როცა გააკეთებთ ამას, ამ დავალებასაც პლუსი, ხო? ჩატში. აჰა, ძალიან კარგი. წამოვიდა პლუსები. ჩვენიერია. აი, როცა ამას აკეთებდით, ხო? მინდა რომ გაამახვილოთ ყურადღება განსხვავებაზე, სურვილი და მიზანი. აი, როგორი განსხვავებული ენერგეტიკა აქვს ამ ორ სიტყვას, ხო? მე მინდა რაღაცას მივაღწიო. მე მინდა გავხდე ასეთი თუ ისეთი და მეორე არის, რომ ჩემი მიზანია მივაღწიო ამას და ამას. ჩემი მიზანია გავხდე ასეთი და ისეთი. აი, ლაპარაკის დროსაც კი, ხო, აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგეტიკა აქვს ამ ორ სიტყვას. და წარმოიდგინეთ, თქვენ თუ ცხოვრებაში ააგებთ თქვენ ცხოვრებას სურვილებზე, ის იქნება აბსოლუტურად სხვანაირი, ვიდრე აგებული მიზნებზე. მეთანხმებით? თუ ყველაფერი გავაკეთეთ, მაშინ ამითი მე დღეს თქვენ დაგემშვიდობებით, მაგრამ თქვენი საქმე მაგითი არ დასრულდა დღევანდელი დღისთვის. ცოტა ხანში მეილზე მიიღებთ ორ დავალებას. ეს იქნება ორი ტესტი, ერთი უფრო მოკლე, მეორე ცოტა უფრო გრძელი, რომელიც უნდა გააკეთოთ აუცილებლად. ეს უნდა გააკეთოთ უჩემოდ და ხვალ ამ ტესტის შედეგებზე ჩვენ ვიმსჯელებთ თქვენთვის, რა თქმა უნდა, ისევ და არა ხმამაღლა
და ამ ტესტების შედეგებიდან გამომდინარე ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას. ჩანაწერი იქნება ატვირთული ხვალ ჩვენ YouTube-ის გვერდზე და თუ Facebook-ი აიტანს ამ სიდიდის ჩანაწერს, მაშინ Facebook-ის გვერდზეც. ისე რომ შეგეძლებათ ნახვა. გასაგებია ხო? ანუ მეილზე ცოტა ხანში მიიღებთ ორ ტესტს, დღესვე აუცილებლად გააკეთებთ და ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას. ხვალ ჩართვას მე დავიწყებ დაახლოებით 15 წუთი რომ დააკლდება 8-ს. იმისთვის რომ თუ ვინმეს რამე კითხვები გექნებათ, 15 წუთს მოგცემთ იმისთვის რომ ეს კითხვები დამისვათ. თუ კითხვები არ იქნება, მაშინ ზუსტად 8-ზე ვიწყებთ. ძალიან გთხოვთ, არ დააგვიანოთ, ვცეთ ერთმანეთის დროს პატივი, ხო? აბა გემშვიდობებით ხვალამდე. კარგად.